ჩვენ ვითვალისწინებთ მაყურებლის ინტერესს და დღეიდან გთავაზობთ რეპორტაჟებს იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოჰყვა სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებებს. ჩვენი ერთ-ერთი გადაცემა ეხებოდა იმას, თუ როგორ ატყუებდნენ უცხოეთიდან საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს ქართული კომერციული უნივერსიტეტები. დღეს გთავაზობთ სიუჟეტს იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყდა ეს პრობლემა. ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი მასკი, ბრიტანული სახლი, საერთაშორისო სასწავლო ცენტრი. ამ სასწავლებლებს 2012 წლამდე საქართველოში ნიგერიიდან და ინდოეთიდან სტუდენტები ჩამოჰყავდათ. სტუდია მონიტორმა ფილმი საქართველოში განათლების მისაღებად ჩამოსული სტუდენტების შესახებ 2012 წლის თებერვალში მოამზადა. რუსთავსა და თბილისში მდებარე საერთაშორისო სასწავლებლებში ჩამოსული სტუდენტები ყვებოდნენ, რომ უნივერსიტეტები მათ დანაპირებს არ ასრულებდნენ. როცა ჩემი ქვეყნიდან ჩამოვედი, სასწავლებლად $4,200 გადავიხადე. დღემდე არანაირი სარგებელი სასწავლებლისგან არ მიმიღია. ევროპაში განათლების მისაღებად სხვადასხვა კურსებზე ჩამოსული სტუდენტები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ სასწავლებლებში მხოლოდ ქართულ ენას ასწავლიდნენ. ისინი მხოლოდ ქართულ ენას გვასწავლიან. თავიდან გვითხრეს, რომ მხოლოდ ერთი თვე ვისწავლიდით და შემდეგ ჩვენი კურსის საგნებს გავაგრძელებდით, მაგრამ ერთი თვის შემდეგ არანაირი ცვლილება არ არის. არ გვასწავლიან არაფერს ქართული ენის გარდა. ამის შემდეგ რამდენიმე სასწავლებელი დაიხურა. ფილმის ეთერში გასვლიდან ერთ კვირაში აბრე ჩამოხსნა წერეთლის 9 ნომერში მდებარე საერთაშორისო სასწავლო ცენტრმა, რომლის ხელმძღვანელი დავით ჭუმბურიძე სტუდია მონიტორის ფილმში ამ სფეროში არსებულ დიდ კონკურენციაზე საუბრობდა. ეხლა თუ გყავთ სტუდენტები, დაახლოებით რამდენი სტუდენტი გყავთ? თუ რა შეეცით საქმე სავალალო თქვენ იმის შეკითხვას მისვენთ მე დაიწყებთ რაღის სწავლება არა თუ ეს ყველაფერი სავალალო არის კონფიდენციალური ინფორმაცია და ჩემი კონკურენტებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენ დანარჩენ სასწავლებლებსაც მივაკითხეთ. იმის გასარკვევად კვლავ სწავლობენ თუ არა იქ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები. თითქმის არც ერთ სასწავლებელში სტუდენტები აღარ ჩამოჰყავთ. ჩვენთან შეწყდა 2001 წელიწადზე მეტი არავინ არ ყავს უცხოელი სტუდენტები. ამ ოთახში კომპიუტერულ ინჟინერიას ასწავლიდნენ. აი, ნაწილს ნახულობა თითოეულ მათგანი რა შეიცავს, რა დატვირთვა აქვს კომპიუტერულ მოხმარებაში, რა ფუნქციები აკისრია და ასე შემდეგ. დღეს ბრიტანულ სახლს სტუდენტები აღარ ჩამოყავს. ერთ-ერთი უნივერსიტეტი კი, რომელიც ძველ რუსთავში სააკაძის 3 ნომერში მდებარეობდა, აღარ ფუნქციონირებს. აბრაც ჩამოხსნილია მარტის თვიდან უკვე საერთოდ არავინ, არც სტუდენტი, არც პროფესორი, არავინ აბსოლუტურად. თუმცა ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დღეს კვლავ ამ საქმიანობას აგრძელებენ. მათ ოფისი რუსთავიდან საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში გადაიტანეს და ნიგერიიდან სტუდენტები სწორედ მათთან ჩამოჰყავთ. საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლები 37.5%-ით საქართველოს პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და 12.5%-ით მისი ძმისშვილი ნიკოლოზ ალასანია არიან. საქართველოს უნივერსიტეტში დღეს 150 უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტი სწავლობს. ნიგერიიდან საქართველოს უნივერსიტეტში ივლისის თვეში ჩამოვიდა ჩვენი რესპონდენტი. მოწვევის ბარათი მან გლობალური საგანმანათლებლო ინსტიტუტისგან მარტის თვეში მიიღო. საქართველოში ჩამოსულმა სტუდენტმა აგენტს, რომელიც აეროპორტში დახვდა კურსის საფასური, 4,250 € გადაუხადა. მან კამერის წინ ღიად საუბარი არ ისურვა. ინფორმაცია გლობალური ინსტიტუტის შესახებ აგენტისგან შევიტყვე. ნიგერიიდან ვარ. ისინი დაამპირდნენ, რომ სამედიცინოზე ვისწავლიდი. საქართველოს შესახებ ინტერნეტით შევიტყვე და გადავწყვიტე აქ სამედიცინო განათლება მიმეღო. ეს ჩემი ოცნება იყო. თუმცა ნიგერიაში ვიზის მიღების შემდეგ აღმოაჩინა, რომ სამედიცინო ფაკულტეტის ნაცვლად საექთნო საქმის შესასწავლად მოდიოდა. წერილში, რომელიც მათ მარტში გამომიგზავნეს წერია, რომ მე ვისწავლე სამედიცინოზე თბილისში. საექთნო საქმის შესახებ მათ წერილი 6 ივლისს გამომიგზავნეს. გლობალურ საგანმანათლებლო ინსტიტუტში ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნინო რუხაიამ გითხრა, რომ სტუდენტს მოწვევა მართლაც სამედიცინო ფაკულტეტზე გაუგზავნეს.
4250 წერია სამედიცინო და ის ამოფერით არ არის ჩამოსული. მას აქ საერთო სოფერი მიღებული. ამის გარდა ამის შემდეგ ეს არის ძველი წერილი. ამის შემდეგ მას სხვა დოკუმენტები აქვს მიღებული. მე მაქვს დოკუმენტები და შემიძლია გაჩვენოთ. მე დაურეკე აგენტს და ვუთხარი რომ არ მინდოდა საექნო საქმის შესწავლა. თუმცა ისინი დამპირდნენ რომ სექტემბერში შემიცვლიდნენ კურსს. მაგრამ მათ პირობა არ შეასრულეს. შემდეგ ისინი ქუთაისში მგზავნიდნენ, მაგრამ მე არ მინდოდა იქ წასვლა. ეს რომ ცოდნოდა მე საქართველოში სასწავლებლად არასოდეს არ ჩამოვიდოდი. მან შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა პირველი სემესტრის დახურვის დროს პრობლემები შეექმნა. ის თანხის გადაუხდელობის გამო გამოცდებზე არ დაუშვეს. სტუდენტი გლობალური საგანმანათლებლო ინსტიტუტისგან თანხის უკან დაბრუნებას დღემდე უშედეგოდ ითხოვს. იმიტომ რომ საბჭოთა პოლიციიდან ინფორმაცია გლობალური საგანმანათლებლო ინსტიტუტის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან მანჯაფარაშვილმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. სტუდენტი რო ჩამოვა საქართველოში, მას თანხა არ უბრუნდება. კამერა თუ შეიძლება შეატრიალეთ. ნიგერიიდან სამართლის შესასწავლად საქართველოს უნივერსიტეტში ჩამოვიდა კიდევ ერთი სტუდენტი. დაპირება იყო, რომ მე აქ 4 წელი უნდა მესწავლე სამართალი. ეს იყო საბაკალავრო პროგრამა. როცა ჩამოვედი, დავურეკე აგენტს და ვუთხარი, რომ მინდოდა უნივერსიტეტში წასვლა. ის ერთი კვირის მერე მოვიდა და მითხრა საქართველოს უნივერსიტეტში წავსულიყავი. მათ მე უნივერსიტეტის და ბიზნეს ადმინისტრირების ბლანკი გამომიგზავნეს შესავსებად. შემდეგ მე ვუთხარი, რომ ბიზნეს ადმინისტრირების სწავლა კი არა, სამართლის სწავლა მინდოდა. აგენტმა მითხრა, კარგი, ნუ შეავსებ ამ ფორმას და როცა ჩახვალ, იქ აუცილებლად ისწავლე სამართალს. Other form, don't fill the BBA form, and then when you get into the country, we'll give you your course. წერილები სტუდენტებმა გლობალური საგანმანათლებლო ინსტიტუტიდან მიიღეს. მათ ვებგვერდზე დღემდე მითითებულია, რომ მათი ინსტიტუტი აკრედიტირებულია. თქვენ ახორციელებთ ამ პროექტს თუ აქ წერია, რომ წერია საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია. ეგ შეთავაზება არის. მხოლოდ გლობალური საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუტი. კი ბატონო. ანუ ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროგრამას, ისინი იღებენ საქართველოს უნივერსიტეტის დიპლომს და ეს არის ჩვენი და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა. აქვს თუ არა აკრედიტაცია გლობალურ საგანმანათლებლო ინსტიტუტს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ განათლების სამინისტროს დაუკავშირდით. გადავამოწმე, ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის და მეცაც გეტყვით, ეს ჩვენს რეში არც არა ავტორიზებულში, ანუ ლიცენზირებულებში საწერია. შეიძლება ეს არის რაღაც უბრალოდ საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც რაღაც თქვა, ან მოსამზადებელი პროგრამები აქვს, ან ტრენინგები აქვს, ან რაღაცა კურსები აქვს. შეიძლება რაღაც დამადასტურებელი დოკუმენტი გასცეს, თქვა სერტიფიკატი, მაგრამ რაც შეეხება დიპლომს, დიპლომის გაცემის უფლება მას არ აქვს. საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ბოიკო ამბობს, რომ უნივერსიტეტს ჯერჯერობით უცხოელი სტუდენტებისთვის მხოლოდ 2 ფაკულტეტი აქვს: საექთნო და ბიზნეს ადმინისტრირების. როგორც ქეთევან ბოიკო ამბობს, მათ გლობალურ საგანმანათლებლო ინსტიტუტთან ალიანსი აქვთ და ის მხოლოდ სტუდენტების მოწვევაში ეხმარებათ. ჩვენ გვაქვს რაღაც ანუ კავშირი თუ როგორც თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული, რომლის საფუძველზეც მათ აქვთ უფლება, რომ ჩვენი სახელით იმოქმედონ. გარკვევი წერია მოწვევის წერილში, რომ საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად სთავაზობს ამ პროგრამას და დიპლომს იძლევა არა გლობალური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, იმიტომ რომ ის არ გახლავთ აკრედიტებული, იძლევა საქართველოს უნივერსიტეტი. სადაც არის შეხედეთ მოწვევის ბარათზე კი, სადაც სამედიცინო ფაკულტეტია მითითებული, ამბობს, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა მას შემდეგ, რაც სტუდენტები სამედიცინო ფაკულტეტზე მოიწვია, პროექტი ვეღარ განახორციელა. როცა გავაგზავნით, შემდეგ ისიც მიყვარა, რომ ჩვენ ვერ ვსთავაზობდით ამ პროგრამას და მხოლოდ მზაობას გამოხატავდით საექნო საქმის საერთაშორისო სტუდენტებისათვის. სტუდენტებმა თანხმობა, ვინც განაცხადა ჩამოსულიყო, ჩამოვიდა და თანხმობა განაცხადა და მზაობა გამოხატა იმისთვის, რომ დაეწყო საექნო საქმის საერთაშორისო პროგრამა. საქართველოს უნივერსიტეტი მომავალში ბიზნეს ადმინისტრირების და საექნო საქმის გარდა სხვა სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას გეგმავს. ის სტუდენტები კი, რომლებმაც მოწვევა სამედიცინო ფაკულტეტზე მიიღეს და საქართველოში საექნო საქმის შესწავლა შესთავაზეს, თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ. მათ დასახმარებლად პოლიციასაც მიმართეს, მაგრამ პასუხი არ ჩანს. I want to report to the police. მე ფულის უკან დაბრუნება მინდა. პოლიციასაც მოვუყევი ამის შესახებ და იმედი მაქვს გამოიძიებენ. მათ კითხვებიც დამისვეს და მითხრეს, რომ დრო ჭირდებათ და დამიკავშირდებოდნენ. მაგრამ უკვე თვეზე მეტი გავიდა და არ დაურეკავთ. Close to 1 month now. ჩვენი ინფორმაციით აქამდე სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან 10-მდე უნივერსიტეტს ჩამოყავდა.
საიდანაც თითქმის ყველა სამშობლოში მოტყუებული ბრუნდებოდა. საქართველოს უნივერსიტეტს დღეს დიპლომის გაცემის უფლება აქვს. თუმცა სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტების ნაწილს გარკვეული პრობლემები კვლავ ექმნება.